მოგესალმებით, ეს არხი ბუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ პროექტს Volkswagen Beetle, ანუ ჩვენი ენაზე ჟული. აწყობას ვიწყებთ, ამის განხილვის ვიდეო დევს. 1.53 მასშტაბის წითელი ისტის წარმოების მანქანა იყო და ეხლა გვინდა რომ ჩვენი როგორი გამოვა გვაინტერესებს. კი ბატონო, თან მასშტაბითაც უფრო დიდია. მოგესალმებით. გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო 10,000 გამომწერზე 1 მასშტაბის ისეთ მოდელს გაჩვენებთ, რომელიც საქართველოში პირველია. საქართველოში კი არა და ამიერკავკასიაში პირველია. შეიძლება. ხო, ეხლა უცებ მინდა რომ ერთი ინფორმაცია ვთქვათ. კი ბატონო. ეს არის ტამიას წარმოების კიტი. და ერთი სამწუხარო ინფორმაცია გვაქვს, რომ ტამიას დამფუძნებელი 91 წელს ასაკში გარდაიცვალა. რამოდენიმე დღის წინ. ხდება ხოლმე. ეს კაცი არის ლეგენდა, იმიტომ რომ აქედან იწყება ზოგადად ამ აწყობის თემების ამბავი. კი, თან რა არის, იცი, რა დავამატებ მე პირადად, რომ აი კოლექციონერებშიც არის კატეგორიები რა. ვიღაცას უნდა რომ თავის ხელით აწყობილი მანქანების კოლექცია ქონდეს, ან თვითმფრინავების ან რაღაც. მე მაგალითად აი რო ვაწყობ ხო მოდელს. არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მანქანა, მოტოციკლი, თვითმფრინავი, ტანკი თუ ასე შემდეგ რა. მაგაში ვიღებ აი ძალიან დიდ სიამოვნებას რა. მარტივად რო ვთქვათ, ესაც ჩალენჯი ევასება მაგისთვის. ხო, რა, ჩემთვის მაგალითად ეგ არის ნარკოტიკი, მაგარი არის ძალიან რა. და მე პირიქით. ხო, ნუ დიდ სიამოვნებას ვიღებ და მაგიტომაც ვძალავ ხოლმე აგერ გუჯასთან. რომ ესეთი რაღაცა გავაკეთო ხოლმე. ბევრი მოდელი რომელიც ქარხნული იყო საკოლექციო უნდა რომ ასაწყობი ყოფილიყო, მაგრამ არ დავთვლი. ზოგ მანქანას უბრალოდ ვერ გააკეთე. და ყველაზე დიდ სიამოვნებას კიდე იცი რაში ვიღე? აი ეს 1 მასშტაბი რო ასაწყობი არის და ჩემი ხელით რო ვაწყობ. ხო და თუ გაინტერესებთ ეგ 1 მასშტაბის რა მანქანა გვაქვს? მოკლედ, რატო ავირჩიე ეს მანქანა? და რატო სხვა არა? ტამიაშიც ხო არის განსხვავებები როგორც რეველში, სირთულის კატეგორიები. ხო, სირთულის კატეგორიები. ნუ ტამიას არ აწერია რომელი სირთულის არის, მაგრამ აი სანამ ტამია როგორც ისი პროფესიონალებისთვის. მაგრამ თქვათ პროფესიონალებისთვის არ არის, უფრო პროფესიონალურიც არის, უფრო დახვეწილი დეტალიზაციით. მოკლედ განსხვავება რა არის? აი ახლა გაჩვენებთ თქვენ რომ ხილო ინსტრუქცია ინსტრუქციაში ცალკე ძრავი იწყობა, ცალკე სავალი ნაწილები, ცალკე სალონი, გრული და ყველაფერი. ხო, აქ მითითებული არის კიდე რომ რა ფრათ უნდა შეღებო. აი ესეთი ხო, მაგრამ დიდი ინსტრუქცია. როგორ ფრათაც გინდა, იმ ფრათ შეღებო რა. ხო, აქ პროსტა მითითებული არის. ხო, აქ უბრალოდ მითითებული არის რა როგორ შეიძლება გაკეთდეს, სად რა ყენდება. რა დეტალი სად უნდა მიაწებო, რა დეტალი არ უნდა მიაწებო, რომ მოძრავი იყოს და ასე შემდეგ. და ვინც პირველად უყურებთ ამ ვიდეოს და პირველად დაინახეთ, ესე დასრულ მდგომარეობაში არის. ესა და მე კი ბატონო, რომ დაიმახსოვროთ რა, აგერ ავტომობილი არის აი ესე, ეს გაუხსნელია, არ გამიხსნია, შეფუთული არის. ხო, ეს შეუხებავით მაგარია. ხო, ეს აგერ წინა და უკანა საქარე მინა, თავისი გვერდითი შუშებით, ფარებით და ასე შემდეგ. და ძირითადად ასაწყობი მოდელები არის ხოლმე 1.24. ხო, თან ნახე და უკანა სტოპებიც კი არის აქ, აი. ეგეც შესაძლებელია. თუ გამოჩნდება ესეც ფერებში უნდა შეიღებოს. ეგეც შესაძლებელია. რა თქმა უნდა. აგერ აქვს ნიკელის ანუ მონიკელებული ეგრეთ წოდებული დეტალები. ზოგი ათლის ხო, მაგას.
კი, ზოგი აცლის და თვითონ აკეთებს ხოლმე. აგერ აქ კაპოტი, საბარგული, გვერდითი მოლდინგები, ეს უკანა სიდენია, ეს ხო, ეს საზურგე, ეს კარების აბივკები, სანომრეები და ასე შემდეგ. ეს პლასმასია. ეს სიდენიის საზურგე არის რა. ეს აი მაშინ ჯდება. ხო. და ბითლის არაწყობა. და რულის ღერძი არის აგერ აქ. მინიშნებული. ვინც არ იცით და მოსმენილი არა გაქვთ ეს მანქანა რა მანქანა? კი. გადადით ბითლის ვიდეოზე, მანქანის ვიდეოზე და აგერ საბურავები, რეზინის, რა თქმა უნდა. აგერ აი გაჩვენებთ აგერ. ბარბილი რეზინის არის და სხვათა შორის ძალიან ხარისხიანი. თავისი მამოძრავებელი ღერძებით არის აგერ. აქვე ვიტყვი ერთ ფაქტს ვიტყვი 901 Porsche, რომელიც ლეგენდა გახდა ამ მანქანის ბაზაზეა. ვინც არ იცით? კი. და აქ უკვე სხვა დანარჩენი ნაწილები, სავალი ნაწილი, ძრავი, რა ვიცი, დისკები მანქანის, მაყუჩები და ასე შემდეგ. ხო, დისკებზე რა მინდა რომ ვთქვა, დისკები მოყვება მას ქარხნულები. კი ბატონო. მაგრამ ეგეთი რაღაცაც არსებობს, რომ თუ დისკი არ მოხსნას. ხო. არის ცალკე შეგიძლია ინტერნეტიდან გამოიწერო, იყიდო და დააყენო. ან შენ თვითონ გააკეთე. კი. ნუ ეგ თუ 3D პრინტერი გაქვთ, შეგიძლიათ შენ თქვენ თვითონვე ჩამოასხათ ის დისკი ან რამე ისეთი ნაწილი. მაგალითად განსხვავებული. ნუ მაგას ცალკე პროგრამირება ჭირდება და ასე ხო, ძალიან რთულია ეს. ხო, რაც შეეხება წებოს. აგერ მე აქ ორი განსხვავებული წებო მაქვს. ეს არის მალე შრება. მალე შრებადი წებო. ეგ წებო იმდენი ხანია გვაქვს უკვე. ხო. ეს მეორე ვარიანტი, რომელიც შედარებით ნელა შრება და აგერ რეველის წებოები გვაქვს კიდე, რომელიც რომ ნუ ეს უფრო სკელი არის და ესეც შესაბამისად უფრო ნელა შრება. რეველი და ტამია ერთმანეთს კონკურენტები არიან, მაგრამ და სხვათა შორის რეველი ამ ბოლო დროს აი თან აი ბოლო 3 წლის მოდელები რაც გამოუშვა. ხარისხში უკვე ძალიან განსხვავდება, რომ ეს დეტალები ერთმანეთს ისინი ხო გვაქვს ტიპები რა, აწყობილი და წინები რაც არის. ხო, აი ძველი გამოშვებები, ეს ახალი გამოშვებები ჩვენ ეგრე ჩავივარდა ხელში და ძველი გამოშვებები რაც არის ძალიან უფრო მეტი დამუშავება ჭირდება. კი, რა თქმა უნდა. ნუ აი სხვათა შორის ხო, აი ერთ იმას გაჩვენებთ, რომელსაც ვამთავრებ აგერ. აგერ აი ეს ტანკი. ეს ყველა დეტალი ძალიან კარგად წავიდა, გარდა აერების. მოდი გარუთქვათ როგორ გავა. ხო. ამან მე მაწვალა, აი ჭუიდან გადამიხო. ხო, მაგრამ ნუ რაღაცა იაღლიში მაინც აქვს რეველს. ხო, განსხვავება. იაღლიში არ არის, ეგ არის სპეციალურად გაკეთებული, რომ ხო, ნუ როგორ იცი, რომ დაჟე ფორუმებზეც კი წავიკითხე და იმ ფორუმებში ყველგან წერია, რომ რატომღაც ეს მუხლუხები მოკლე არის. შედარებით და ეს ხო მოკლეა ეს სადღაც სანტიმეტრი ნახევრით მოკლე არის. ყირეზინისა არის, მაგრამ როგორიც ეხა ხო უნდა მიაწებო, ანუ ჭიმავ მაგ დროს. ამ დაჭინვის პროცესში ხო იქ მოკლები წდება და აი მაგარი საწვალებელი არის რა. აი მოკლედ აი ესეთი ხო საღებავებს რაც შეეხება. ხმარობ აგერ ტამიას საღებავებს აგერ ამაქვს. ძალიან ხარისხიანი საღებავი. ხო, ძალიან ხარისხიანი საღებავი. ამაზე მაგარ საღებავს. თავისი ტამიას გამხსნელით. ნუ პინცეტი აუცილებელი ინსტრუმენტი არის. ვერ დაიჭერის ის მონერე. კუნეტარა აუცილებელი ინსტრუმენტი არის. კუნეტარა. ხო. მაგარი. და დანა. საკანცელარიო დანა. საკანცელარიო დანა. დანარჩენია ეხლა ესეთი შპილკები, ეგ უკვე თქვენზეა დამოკიდებული და პლუს აეროგრაფი.
ეხლა აეროგრაფია ეგ ქარმიდებს. თავარი ინსტრუმენტია. ხო. თორე რასაც ვიდეოებში ხედავთ, აეროგრაფი და ფუნჯები რა, აგერ ფუნჯების ძალიან დიდი რაოდენობა მაქვს აქ. კიდე ამატებს. ხო. ხო, ყველანაირი ზომის ფუნჯი მაქვს რა, დაწყებული თმის ღერივით წვრილი ფუნჯიდან დამთავრებული აგერ სად არის? ეს მომაკეთე. ეგ არ არის. ეს გასაწმენდი მანქანების გასაწმენდი. ესეთი ფუნჯი და აგერ აი ესეთი ფუნჯი. ეს გასაწმენდია. ხო. ეს შესაძლებლად არ არის. მათ კიდევ თუ შეგებო. ხო. მოკლედ რა, ნუ აი ესეთი შედარებები აგერ აი ესეთი ფუნჯიც არის, აგერ ერთი ბეწო თავი აქვს. ხო, და მთავარი ეს აი რო ვიძახდით მის ღერივით მეთქი აგერ არის. ხო და ეს არ არის ბავშვების სათამაშო. ხო. და ბავშვი სხვათა შორის აი რა არის იცი გუჯა გაწყვეტინებ აი საკმაოდ დიდი ნერვები ჭირდება ამ ყველაფერს მე ეს არ შემი რო აი ჯერ ერთი შრომატევადია მეორეც ერთი რაღაცა რო შეგეშალოს ახლიდან უნდა დაიწყო გინდაცი შეღებვის პროცესი ხო და მე ეგეთი რაღაცები არ შემიძლია ხო შანსია იმაში რა ქვია აფთიაქში მაგალითად ლოთი ვგონი ვარ იმიტომ რომ ძალიან ხშირად მიწევს სპირტის ყიდვა ლოთი რა შუაში ხო ნუ სპირტია და იმიტომ სამედიცინო სპირტია ხო მე რა მაგას წყალში გახსნე ჩვეულებრივი მოკლედ და რატო რაღაცა რო შემეშლება ხო უნდა წავშალო ისა და ახლიდან დავიწყო და მე ეს და ეს სპირტიც მინდა ხო და წამიასაღებავები კიდე იმდენად მაგარია რომ დროზე თუ არ წაშალეს რჩება და ვერ მე უკვე ვეღარავთ მინდა და მე სპეციალური ხსნარი სერიოზული შარია არა შარი არ არის ხსნარი არის უნდა მოვთვით ხო რავი აი სორა განყუთვა გავაკეთეთ, აღწნაც გავაკეთეთ, რა როგორ ხდება და რა. ხო და რა ფერში შეიძლება და როგორი გამოგონახო. ეგ უკვე ჩემი ფანტაზიებიდან გამომდინარე, რაღაცა სასაულს მოვიფიქრებ. როგორც Subaru-ზე. როგორც Subaru-ზე. ხო, შეგიძლიათ Subaru-ს ნახოთ, ძალიან მაგარი გამომივიდა ეგ. სხვათა შორის Subaru-ზე მომწერეს, რომ მაგარი, ძალიან მაგარია. ხო, ნუ აი ნელ-ნელა ვსწავლობ მალიარობას. და იმ დიდი მანქანის გადამკიდე კიდე სავალი ნაწილის ხელოსანიც გავხდი, ძრავის ხელოსანიც გავხდი, რა ქვია, ჟესტიანჩიკიც გავხდი. ძრავი ელექტროძრავი არ არის. ხო, ელექტრიკიც გავხდი. ხო, განათებებზე რაც ეს რადგან ლაპარაკობს. ეგენი რომ ნახოთ დროზე აგვიყვანეთ 10000-ზე რომ დავიწყოთ დადები. კი ბატონო. პირველი ვიდეო მზად არის. კარგით, ეხლა დაგემშვიდობებით, რომ აგერ დავიწყო ამ მოდელის აწყობა და მაგას ყველაფერს ეტაპობრივად მოგაწვდით როგორც ვაკეთებთ ხოლმე რა. ხო, ვიდეოებით რა. აბა, კარგად ბრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეოდან.